trice. Real name, no gimmicks. Two trailer park girls go round the მოგესალმებით მეგობრებო, მოგეხსენებათ 2 დღის წინ სვანეთში მოხდა ცოტა ისეთი ფაქტი რა, კარგი ფაქტი არ იყო ნამდვილად. ვიღაც გამოშტერებული ლიბერასტი დაადგა სვანეთის კოშკების ფონზე საჯარო სივრცეში და გადაიღო ტიტული კანა სურათი. ამასაც მოყვა შესაბამისი რეაგირება სვანებისგან და მაგ გამოშტერებულს ბოდიში მოახდევინეს. მაგრამ მე სულ სხვა რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ამ 2 დღის განმავლობაში მე აქტიურად ვაკვირდებოდი სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, ფორუმებზე ლიბერასტების რეაქციას ამასთან დაკავშირებით. ეხლავე წაიკითხავთ რამოდენიმე კომენტარს და თქვენ თვითონვე შეაფასეთ ლიბერალების სოფხედველობა. მე არაფერს არ ვამატებ ჩემით. ჩამოვალ და მაგის საგვარეულო კოშკის ფონზე შიშველი ტრაკის ფოტოს გადავიღებ. სვანებს ყლის ეშინიათ. უმაგრეს ფორმაშია ეს ბიჭი იმ ფოტოზე. მე სიმპათიურა და რაც შეეხება ამ სვანებს, ვერ უშველით ეს გენეტიკურია. ეს ბიჭის მიხთა რომ ვერ არიან გუნებრივად კარგად. ხო ხვდებით ეხლა ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი სიზულვილი, აი დაუფარავი სიზულვილი. თან გენეტიკურ დონეზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ თლიანად თურმე სვანები გენეტიკურად არიან ცუდები. ხო ხვდებით ეხლა აქ რაშია საქმე. თან ვისგან გვესმის ეს? იმ პიდარასტებისგან, რომლებიც იცავენ ყველას და ყველაფერს, რომლებიც იზახიან, რომ ჩვენ არ უნდა განვასხვაოთ ადამიანი კანის ფერის დამიხედვით, პროჭის ხვრელის დიამეტრის დამიხედვით. მოკლედ, ხო ხვდებით რა ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ყველა ადათის დედა შევეცი. მოგითხან ყველაფერი წმინდა, წარმართული ქრისტიანული. თუ ადამიანის ყველაზე პრიმიტიული სახეობის მიერ ზნერიანი ხელებით ერთმანეთში გადაზელილი ორივე მაყლე მოძღვრების ნაზავისაა. რელიგიური და ეროვნული გზნობების შეურაცხყოფა გადაარჩია საქართველოს. თვითონ ზნერი თვითონ წმინდა სალოცავზე. დევიზის იდეა. გასაგებია ეხლა ამათი გამპრავლებლებით რო დაიწყებენ წვიყინს რომ ეგენი ჩვეულებრივი ინტერნეტში მობინადრე ტროლები არიან და ეხლა დიდად მაგათ პასუხს ვერ მოვთხოვთ. მაგრამ ეხლა მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება უკვე ცნობილ ლიბერასტებზე და მოდი აბა წავიკითხოთ ისინი რას წერენ ამასთან დაკავშირებით. ყლე არაბის გადაუღუნა გიორგი ჯიშკარიანო. საერთოდ ცოცხალი რომ არის, მადლობა გადაიხადოს კი არა, მოგითხრა დედის მუტლებს სათითაოდ მათ წმინდა მიწაზევი. სულ მალე. კონსტიტუცია ყლეზე კიდია თურმე. გადააჯვით კავკასიონის იქით. თქვენნაირი ყლეები ცხოვრობენ ჯერაც. ეს ხალხო იცით ვინ არის? ეს არის ულტრალიბერალური არხის ტაბულას ერთ-ერთი ჟურნალისტი. თქვენ პროსტა ხვდებით? ესენი რას აკეთებენ? ეს ტაბულა არის, ჭკუას რო გვარიგებენ, ხო იცით, რომ გრუზინები ესენი, ბნელები ესენი, ჩამორჩენილები ესენი, არახუმანურები ევროპაში არ შეგვიშვებენ და 1000 ყლეობას რო გვახვენ თავს და თვითონ რა დონეზე არ ღვევენ თავისივე ყლე წესებს. წარმოიდგინეთ უბრალოდ ეს ხალხი პროჭს დებს, ამ ვითომ ადამიანის უფლებებზე, ჰუმანურობაზე და თვითონ რას იძახიან. ხვდებით. ეხლა უკვე გადავიდეთ მიშა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მინისტრებზე. ამათ მოусმინოთ ეხლა. სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან. მსგავს ფორმაში რომ ვიყო, უფრო შორსაც წავიდოდი. ნიკა შენ მაგ ფორმაში უკვე ხარ, ეხლა შენ და გაბუნია ტრაქში ქაკუნს უკვე დიდი ხანია უკვე მოსწრები ხართ. ჩემი სოლიდარობის გამოხატვაში ზუსტად იქვე გადავიღებდი ფოტოს და გამოაქვეყნებდი, ხო, PS ხელი ამეფარებინა თუ არა მაღაზით დავიფიქრებოდი ამ იდიოტების ჯინაზე, მაგ ბნელები. აქცია ჩელენჯი ყველა რქიანს. გადავიღოთ ეგეთი სურათები ყველა ძირძველ და სპეტაკ ხედზე. აბა ყველას წაგვიკითხონ მორალი ეტიკეტების ჩარჩოებზე. პრინციპში ცოტა მკაცრი ვარ, აღიარებ. გიორგი არველაძესა და ნიკა გვარამიასგან სხვას რას უნდა მოველოდეთ. ეხლა ასეთი კლოუნებისგან გასაკვირია და პირიქით გამიკვირდებოდა სხვა რამე რო დაეწერათ ამათ. მე გამოვდივარ ინიციატივით რომ სვანებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო მიიღონ. ამიტომ სვანეთი უნდა გამოიყოს საქართველოს და ჩამოყალიბდეს როგორც ცალკე სახელმწიფო, სადაც თავად დაადგენენ წესებს, კონსტიტუციას, გააკონტროლებენ საზღვრებს და განკარგავენ ბიუჯეტს. ეხლა მე აგიხსნით აქ რაშია საქმე. ამ ლიბერასტებს გინდ ნიკა გვარამია იყოს და გინდ ჩოულებრივი რიგითი მეტრაკე. ამათვის ცნება, საქართველოს სამშობლო არ არსებობს.
ამათვის სამშობლო არის ის ადგილი, სადაც ამათ თავისუფლად ატყნაურებენ ტრაქში და თავისუფლად მოწევენ მარიხუანას და იყლე პროჭავებენ. ამისთვის იყენებენ ესენი ყველაფერს, მოხდებით? აი საქართველოს სულ რო აი ერთი ქუჩა დარჩეს, აი რავი, რომელი ქუჩა ავიღოთ? ნუ ავიღოთ ყველაზე ყალე ქუჩა, შარდენი. აი შარდენი რო დარჩეს საქართველოს. ესენი წინააღმდეგი კი არ იქნებიან, თუ მან იქნება ამათვის ყველაფერი, რაც ამათ უნდათ, ხო ხდებით? კარგით, გვეყოფა დღეს, თორე ძალიან ბევრი ყლის აზრი მოვისმინე და ეგ ცოტა დამღლელია. მე ამ ფაქტს ვადევნებ ყურადღებას და თუ რამე სიახლე იქნება, კიდე გავაკეთებ ვიდეოს. აბა ჰე